მოგესალმებით. აღმოჩნდა, რომ ძალიან რთულია ფიქრი და ლაპარაკი მაშინ, როდესაც ადამიანის სახეს ვერ ხედავ შენს წინ. მაგრამ თემა, რომელიც დღეს ავირჩიე, ჯოვანი ბოკაჩოს დეკამერონი, რაღაცნაირად სიცოცხლით სავსე არის იმდენად, რომ იმედი მაქვს თავს გავართმევ. ეს არის წიგნი, რომელსაც ჩემი თაობის ახალგაზრდობა, პირდაპირ რომ ვთქვა, ბავშვები მიმართავდნენ იმავე მიზნით, რა მიზნითაც დღეს ეძებენ პორნო საიტებს ინტერნეტში. თუმცა ჩვენ გველოდა დიდი იმედგაცრუება. პირადად მე ეს იმედგაცრუება შევიგრძენით და კიდევ ერთხელ შევიგრძენი, როდესაც რუსი მწერლის ანდრეი ბიტოვის რომელიღაც ტექსტი გადავფურცლე რამდენიმე წლის წინ. იქ სწორედ ასე სკოლის მოსწავლე პატარა ბიჭი აიღებს დეკამერონს და შემდეგ არის ფრაზა "Книга показалась ему скучноватой". აი ასეთი მოსაწყენობა, თან მთლიანად მოსაწყენობა არა, იმიტომ რომ ინტერესი არსებობდა და ამ ინტერესს ვერაფერს უზამ ხომ. აი ასეთი მოსაწყენობით იცავს თავს ეს წიგნი მსგავსი მე ვიტყოდი შეუსაბამო განზრახვებისგან, რომლითაც ამ წიგნს იღებ ხელში. მოგვიანებით მეორეჯერ მე ხელში ჩამევარდა ის 1976 წლის აგვისტოში, როდესაც მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი და აი ამ ცხელ აგვისტოში ძალიან და ნერვიულ აგვისტოში ძალიან დამეხმარა, უნდა ითქვას. ეს იყო ასე ვთქვათ პირველი, მეორე, მაგრამ სინამდვილეში პირველი მიახლოება ამ ტექსტთან და მესამე ყველაზე მთავარი იყო მაშინ, როდესაც ვიყავი უკვე სასულიერო აკადემიის სტუდენტი და რეალურად ვცხოვრობდი შუა საუკუნეებში. აი მაშინ მივხვდი, რომ ეს წიგნი დაწერილი არის უაღრესად ღრმა და ამავე დროს ქრისტიანი ადამიანის მიერ. როგორც ხედავთ, წიგნი ადამიანივით არის და მასთან მიახლოება სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მაგრამ ჩვენ წინაშე ახლა დგას სხვა საკითხი. არა ის, თუ რატომ უნდა წავიკითხოთ ჩვენ დეკამერონი, ბოლოს და ბოლოს ყველას თავისი мотивация შეიძლება ჰქონდეს. არამედ ის, თუ რატომ დაწერა ჯოვანი ბოკაჩომ ეს წიგნი. შევეცადოთ რაღაცნაირად უპასუხოთ ამ შეკითხვას. და უპირველეს ყოვლისა გავიგოთ, ანუ დავინახოთ ის, თუ რა დახვდა ჯოვანი ბოკაჩოს, როდესაც ის მოევლინა ქვეყნიერებას 1313 წელს. არც ერთი ჩვენგანი არ მოდის ცარიელ ადგილას, არა ქვეყნიერება რაღაც საჩუქარს თავაზობს მას, რაღაც პირობებს. ეს ის დროა, როდესაც 48 წლის დანტე ალიგიერი მუშაობს ღვთაებრივ კომედიაზე. როდესაც 8 წლის ფრანჩესკო პეტრარკა უკვე 1 წელია, რაც სწავლობს ლათინურს. შემოვისაზღვროთ ამ ორი მშვენიერი საჩუქრით. რითაც დახვდა ქვეყნიერება ბოკაჩოს. პეტრარკა მეგობარია. მათ წინელი დიდი და საინტერესო მეგობრობა, შესანიშნავი მიმოწერა, აი რაც შეეხება დანტეს, ის ღმერთია. მისაბაძი ნიმუშია. ეს არის ადამიანი, რომელსაც პირადად არ იცნობდა ჯოვანი ბოკაჩო, მაგრამ რომელმაც განსაზღვრა მთელი მისი ცხოვრება. როგორ? არსებობს ამის პირდაპირი საბუთები.
თვითონ ამბობს ამის შესახებ, მაგალითად. ბოკაჩომ დაწერა დანტეს პირველი ბიოგრაფია. დაწერა მისი საქებარი ტრაქტატი. დაწერა ღვთაებრივი კომედიის კომენტარები. და ბოლოს გადაწერა თვითონ ღვთაებრივი კომედია. ეს ეგზემპლარი ნუსხა დღეს ინახება ფლორენციის ლაურენციანას ბიბლიოთეკაში, უნდა ითქვას ძალიან ცხადი, ლამაზი და ლაკონიური ხელით არის, კალიგრაფიით არის დაწერილი და თვითონ ტექსტიც იმსახურებს სანდოობას ფილოლოგებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა დანტეს ტექსტისა. გარდა ამისა, 4 შაბათობით სანტა მარია ნოველას ეკლესიაში იმ ადგილას, სადაც იწყება დეკამერონის მოქმედება, ჯოვანი ბოკაჩო საჯარო ლექციებს კითხულობდა და განმარტავდა ღვთაებრივ კომედიას. თვითონ დეკამერონიც შემთხვევითი არ არის, რომ იწყება 4 შაბათ დღეს. 3 შაბათს იწყება, მაგრამ პირველი დღე, როდესაც მისი მოქმედი პირები იწყებენ ამბების მოყოლას, რაც შეადგენს პრაქტიკულად ამ წიგნის შინაარს, ეს არის 4 შაბათი. კიდევ რა 100 ნოველისაგან შედგება წიგნი, ისევე როგორც ღვთაებრივი კომედია 100 ქებისგან. აი უკვე გადავედით, ასე ვთქვათ, არა პირდაპირ ირიბ საბუთებზე, რაც ამტკიცებს დანტეს გავლენას ბოკაჩოზე. მაგრამ მხოლოდ ეს არ გმარა, ჩვენ დაუბრუნდებით კიდევ დანტეს გავლენას, ამაზე ცოტა ხანი ვილაპარაკებთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ არ გმარა იმისათვის, რომ დიდი წიგნი დაიწეროს. ვიღაცის გავლენა, ვიღაცის ავტორიტეტი, თუნდაც ეს დანტე ალიგიერი იყოს, ამისათვის საჭიროა შენი პირადი გამოცდილება. და ეს გამოცდილება უნდა ითქვას ბოკაჩოს მიეცა და მიეცა 1348 წელს, როდესაც იგი იყო ზუსტად 35 წლის, ისევე როგორც დანტე ალიგიერი ღვთაებრივი კომედიის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ტრაგედიასთან, უნდა მაინც ვთქვათ, რომ გაუმართლა რაღაცნაირად და შესაძლოა ეს ერთგვარი ნიშანიც იყო მისთვის. შუა საუკუნეების ადამიანი ასეთ რამეებს აქცევდა ყურადღებას. რა არის ეს გამოცდილება, რომელიც იქცა დეკამერონის საფუძვლად? ეს არის ეპიდემია. ჭირის ეპიდემია, რომელიც 1341 წელს 7 წლით ადრე ჩაისახა ცენტრალურ აზიაში, სავარაუდოდ ტბა ბალხაშის მიდამოებში. შემდეგ იქიდან წავიდა დასავლეთისკენ, დაეცა თავზე სამარყანდს, ბუხარას, განაგრძო თავისი სვლა ასტრახანისკენ, ვოლგის დელტიდან კავკასიონის ჩრდილო კალთის გასწვრივ გადავიდა დონისკენ, შემდეგ ყირიმში, აი იქ ქალაქ კაფას, დღევანდელი ფეოდოსიაა ეს, ალყისას მონღოლები იყვნენ შემოწყობილნი მაშინ. მათ მონღოლებმა მოიგონეს და გამოსცადეს პირველად ბიოლოგიური იარაღი. ისინი კაფას გალავანს მიღმა ისროდნენ ჭირით გარდაცვლილთა გვამებს. ცნობილია, რომ რწყილი ამ
ბაცილების პირველადი გადამტანი არ ტოვებს ადამიანის გვამს, ვიდრე მისი ტემპერატურა არ ჩამოვა 28 გრადუს ქვემოთ. და მე ვარაუდობ, რომ ის მონღოლები ხოცავდნენ ადამიანებს და პირდაპირ ლოცართ ყორცნით ამ ახალ ჯერ კიდევ თბილ მკვდრებს ისროდნენ ქალაქში. შემდეგ აღწევს ავადმყოფობა კონსტანტინოპოლს და აი 1347 წლის შემოდგომაზე, ადრეულ შემოდგომაზე 12 გენუელი გალერა მიადგება სიცილიას მესინის ნავსადგურს. აქ იმალება ევროპის შავი სიკვდილი. გამოიზამთრებს და 1348 წლის გაზაფხულზე. გაზაფხულზე ეს არის წელიწადის ის დრო, როდესაც იწყება ღვთაებრივი კომედია. რასაც დანტე პირდაპირ ამბობს პირველ ქებაში, რომ ეს ბელა სტაჯიონე, ეს მშვენიერი სეზონი, როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო. და აი ამ 1348 წლის გაზაფხულზე სამყარო ინგრევა. რას ნიშნავს ეს? ჯერ ერთი უნდა ითქვას, რომ ყოველგვარი ეპიდემია ყველაზე მეტად ანგრევს იმ საზოგადოებებს, რომლებიც არიან დაფუძნებული წარმოებაზე და მით უმეტეს მიწათმოქმედებაზე. ერთი ავადმყოფი შრომისუნარიანი მამაკაცი კლავს არა მარტო იმათ, ვისაც გადასდებს, არამედ იმათაც, ვისაც მანამდე აჭმევდა. და ასეთი ადამიანები ბევრნი იყვნენ. თანაც შავი ჭირი ისეთი ავადმყოფობაა, რომელიც სოფლად და ქალაქში ერთნაირი ინტენსივობით კლავს ადამიანებს. თუ ეკონომიკა არის სერვისზე აგებული, მაშინ ადვილია ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. ისინი არ არიან ერთსა და იმავე სამუშაო ადგილს მკვიდრად დაკავშირებულნი. აი მიწათმოქმედება კი ძალიან როგორც ახლა იტყვიან მოწყვლადია ამ თვალსაზრისით. ეს ერთი. მეორე ისიც, რომ როდესაც ყველაფერი მიდის სტაბილურად, როდესაც არ არის არანაირი ომი, არანაირი ეპიდემია, მაშინ ამ ქვეყნად მოსვლისა და ამ ქვეყნიდან წასვლის კანონები რაღაც გარკვეულ წესს ემორჩილება და საზოგადოება მზად არის ამ წესისათვის, არა? მაგალითად, მე-14 საუკუნეში ქალები კვდებიან უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები. თუნდაც მშობიარობისგან. ამიტომ ქვრივი მამაკაცი ეს არ არის დიდი პრობლემა. ქართული ანდაზაც არსებობს ასეთი ქალი მოკვდა სიძე დარჩა, კაცი მოკვდა ქვრივი დარჩაო, არა? აი ეს ასეთ საზოგადოებებზე, პატრიარქალურ საზოგადოებებზე ითქმის. ამ დროს კი მამაკაცები კვდებიან ძალიან დიდი სიხშირით და ქალები უკვე გათხოვილი ქალები რჩებიან ოჯახის თავში. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ვითარება. ამისათვის საზოგადოება არ არის მზად, იმდროინდელი. შეიძლება განვაგრძოთ ჩვენ ეს სია თუ როგორ იმ ფაქტორებისა, რაც ანგრევს საზოგადოებას დიდი ეპიდემიის დროს, შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ დიდხანს, მაგრამ მთავარი ახლა ჩვენი თემისათვის ის არის, რომ ამას ყველაფერს ხედავს და რაღაცნაირად იაზრებს ჯოვანი ბოკაჩო. ეს ყველაფერი მის თვალწინ ხდება. სოციალური კავშირების ნგრევა. და სწორედ ღვთაებრივი კომედიის დიდი მაგალითიდან
ის ხვდება ავტორი, რომ საჭირო არის ამ სამყაროს შეცვლა, მისი ხელახლა შექმნა. დანტე ალიგიერი ქმნის სამყაროს. მისთვისაც დაინგრა ბეატრიჩეს სიკვდილის გამო, მისი პირადი ცოდვების გამო, მაგრამ დაინგრა მისი პირადი სამყარო, თუმცა მან იცის, რომ ის თვითონ ორგანული ნაწილი არის ამ სამყაროს და თვითონაც კოსმოსს წარმოადგენს, მიკრო, მაგრამ მაინც კოსმოსს, ისევე როგორც ყველა ადამიანი და ის აფრთხილებს ყველა ადამიანს. აი, შეხედეთ, რა ქვეყნიერებაში ცხოვრობთ თქვენ და აღწერს ამ ქვეყნიერებას. ეს არის როგორც ქრისტიანულ მრწამსშია ნათქვამი visibilia et invisibilia, ანუ ხილულთა მათ და უხილავთა, რა. აი, სწორედ ხილული სამყარო, ისტორიული ფლორენცია, იტალია, კაცობრიობა, ბუნება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ვეხებით და გარდა ამისა უხილავი სამყარო, ეს არის ანგელოსები, დემონები, თვითონ ღმერთი და ადამიანის სული შეადგენს ღვთაებრივი კომედიის შინაარს. ასევე სამყაროს ხელახლა შექმნა და მანამდე მისი აღწერა როგორც ამოცანა, როგორც პრობლემა დგას ჯოვანი ბოკაჩოს წინაშე, მაგრამ ეს სამყარო არ არის ხილული და უხილავის ჯამი, ეს არის მხოლოდ ხილული, მხოლოდ ის, რასაც ჩვენ უშუალოდ ვეხებით, რასაც ვხედავთ, რასაც ვიაზრებთ, რასაც ვგრძნობთ და რისის შეცვლაც შეგვიძლია. აი ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი დრო შეიცვალა. უხილავი იმდენად არავის აინტერესებს, მაშინ როდესაც სიკვდილი და უბედურება კარს არის მომდგარი, როდესაც ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, როგორ ვუშველოთ თავს და ამავე დროს ყველაზე ჭკვიანად აღიარებული ადამიანები იმას გვეუბნებიან, რომ ყველაფერში დამნაშავე არის ის, რომ აი პლანეტები შეთანხმდნენ ასე და არა სხვანაირად. რა აზრი უნდა გამოვიტანოთ აქედან? რა რჩევა არის ეს? რა გამოსავალია? არანაირი. ამიტომ ბოკაჩო იწყებს თავის დეკამერონს არაპირდაპირი, მაგრამ ცხადად გამოთქმული რჩევით. ნუ ჩაგრავთ ქალებს. საზოგადოება, სადაც ქალს არ აქვს სურვილები და არ შეუძლია მათი გამოხატვა, სადაც ეს სურვილები, მისწრაფებები, ვნებები, ოცნებები ითრგუნება მამების, ძმების და ქმრების მიერ, სადაც დედები ხდებიან მამების, ძმებისა და ქმრების მოკავშირეები ამ დათრგუნვაში. ამგვარი საზოგადოება ვერასოდეს დადგება ფეხზე თვითონ. მე ვერ ვიტყვი, რომ დეკამერონი ფემინისტური ნაწარმოებია, ან რომ ბოკაჩოს ჰქონდა ცხადად ამის იდეა გონებაში. არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ამგვარი წაკითხვის საფუძველს ეს ტექსტი გვაძლევს და სრულიად არაორაზროვნად. ყველაზე ცხადად შესავალში ეს გამოთქმული, რომ მე სწორედ ქალებს მივმართავ ამ წიგნით და ისინი არიან ჩემი მთავარი მკითხველები. ქალებმა უნდა შექმნან ახალი სამყარო. იყვნენ კი ქალები მკითხველები ამ წიგნის, ანუ მთავარი მკითხველები. არ ვიცი ამის შესახებ არაფერი შემხვედრია კვლევებში, ალბათ ესეც ჩემი ბრალია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ვინ იყო ყველაზე მეტად ამ წიგნის მკითხველი.
რომელი საზოგადოებრივი ფენა. ესენი იყვნენ ვაჭრები. გავაკეთოთ ერთი პატარა გადახვევა. რამდენიც არ უნდა თქვას და რაც არ უნდა თქვას ვეფხისტყაოსნის ავთანდილმა ვაჭრებზე, რომ ისინი მხდალები არიან, სინამდვილეში ვაჭართა ფენა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მამაცი იყო ევროპაში. აქ საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც მარკო პოლო. ადამიანი, რომელმაც 17 წლის განმავლობაში ამხელა მოგზაურობა განახორციელა და დაბრუნდა კიდეც ამ მოგზაურობიდან შეისწავლა მონღოლთა ურდოს სტრუქტურა, იყო დიდი თანამდებობის პირი ყაენის კარზე. ამას დიდი სიმამაცე სჭირდება ყველაფერთან ერთად, რომ არ დაკარგო შინაგანი კონცენტრირების უნარი. და მიხვდე, რომ საჭირო არის შესწავლა გარემოსი. ან ბოლოს და ბოლოს ის გენუელი ვაჭრებიც ძალიან მამაცი ხალხი იყო, ისინი შედიოდნენ უცნაურ და გამოუკვლეველ ადგილებში. სწორედ მათ მიიტანეს ევროპაში ცნობა საქართველოს შესახებ თუნდაც. დაარქვეს მას კოვო დეი ბუსი, რაც ნიშნავს ბზის ადგილს, ბზის საბუდარს იგულისხმება ეს ძვირფასი ხე, რომელიც გამოჰქონდათ გენუელებს საქართველოდან. ან ის ძმები, გვარად ვივალდები, რომლებმაც მე-13 საუკუნეში მოაწყვეს ექსპედიცია ატლანტის ოკეანეში და არ დაბრუნებულან დაიკარგნენ სადღაც ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ რა დაემართათ, მათ იქნებ ჩაიძირნენ რომელიმე შტორმის დროს, მაგრამ მე რატომღაც მაქვს იმედი, რომ მიაღწიეს ბრაზილიას და იქ დასახლდნენ. ერთი სიტყვით დეკამერონის მკითხველები სწორედ ვაჭრები იყვნენ, აი ეს კომერციული ფენა იტალიური საზოგადოებისა, რომელიც არ იყო დაკავშირებული მიწასთან, წარმოებასთან, არამედ დაკავშირებული იყო მოძრაობასთან, მომსახურებასთან. ეს იყო ყველაზე სიცოცხლის უნარიანი და ამავე დროს ყველაზე პერსპექტიული ფენა. მაგრამ არის კიდევ უფრო ღრმა პლასტი საზოგადოებისა, ეს არის დამოკიდებულება ქალებთან, რომელიც ვახსენეთ ცოტა ხნით ადრე. რატომ ქალები? იმიტომ რომ ქალები განსაზღვრავენ კომუნიკაციას საზოგადოებაში, ეს სოციალიზაციის, ანუ ურთიერთკავშირების დამყარების ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია საზოგადოების ხელში. ქალის დაოჯახება ნიშნავს ახალი ნათესავების შეძენას, არა ეს ყველამ ვიცით. შესაბამისად, ქალი ყოველთვის ეხება საზოგადოების ყველაზე ღრმა და ყველაზე საფუძვლისმიერ სტრუქტურას. პირადი ურთიერთობები არის ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. აი, ნახოთ ასე, ჩემი დის კლასელია და ამიტომ ვერ ვიტყვი რომ უნიჭოა. აი ეს ფრაზა თუ საზოგადოებაში ბუნებრივად მიიჩნევა, თუ გაკვირვებას არ იწვევს, ამ საზოგადოებაში ნიჭიერი არასოდეს არაფერი შეიქმნება. ყოველ შემთხვევაში გაძნელდება ეს. უფრო მეტი წინააღმდეგობა, ასე ვთქვათ, და არაპროდუქტიული წინააღმდეგობა ამავე დროს.
საერთოდ პირადი ურთიერთობები ეს არის ის საფუძველი, რომელზეც დგას ყოველგვარი წარმატების შესაძლებლობა. აი სწორედ ეს ირღვევა შავი ჭირის ეპიდემიის დროს ფლორენციაში და სწორედ ამის ხელახლა აღდგინება არის საჭირო ამ წიგნით. ამას აკეთებს ბოკაჩო და 7 ქალი 18-დან 28 წლის ასაკამდე ერთმანეთთან არ ვიცი ნათესაობის, არ ვიცი მეგობრობის, არ ვიცი ნაცნობობის პრინციპით დაკავშირებული ერთ დღეს სამშაბათს მარტედი ეს არის მარსის დღე, მარსი კი იყო ფლორენციის წარმართული მფარველი, შედიან სანტა მარია ნოველას ეკლესიაში, რათა იქიდან შემდეგ გავიდნენ ქალაქ გარეთ და დაელოდონ რაღაცნაირად აი ამ უბედურების დასასრულს. მათ აღყვება 3 მამაკაცი. ერთ-ერთი მათგანი მე ვარაუდობ, რომ ეს არის ფილოსტრატე, თვითონ ბოკაჩოს ერთგვარი ფსევდონიმი, რომელიც არის შეყვარებული ამ 7-დან ერთ-ერთ ქალზე, სახელად ფიამეტა, ეს ქალი რაც იტალიურად ცეცხლის ალს ნიშნავს და იგულისხმება ბოკაჩოს სატრფოს წითური თმა. აი და მისი 2 მეგობარი აეტორღიალებიან ამ ქალებს და ეს 10 ახალგაზრდა გადის ფლორენციიდან სახლდება ერთ-ერთ უპატრონოდ დარჩენილ კარმიდამოში, სადაც არის სასახლე პალაჯო ძველი ენით და მის გარშემო ბაღი. ბაღი ეს არის ორგანიზებული ბუნება რა. პირველი დღე იწყება. ისინი ლაპარაკობენ, ყვებიან. რას ყვებიან? აქ არის უამრავი პერსონაჟი. 10 დღე მიმდინარეობს ეს, თითო ამბავს ყვება ყოველ დღე და ჯამში ეს 100 მოთხრობას შეადგენს. ამ მოთხრობების პერსონაჟები არიან ისტორიული ადამიანები, მათ შორის ცნობილი ისტორიული, ისე როგორც სალადინი მაგალითად, ან ფრიდრიხ მეორე ჰოჰენშტაუფენი, ან სრულიად უცნობი ზუსტად ისე როგორც ღვთაებრივ კომედიაში, ბევრი ფლორენციელის სახელი ჩვენ მხოლოდ დანტეს ტექსტიდან ვიცით. ასევე ბოკაჩოს ტექსტიდან, სხვანაირი კვალი მათ ისტორიაში არ დაუტოვებიათ. და გამოგონილი პერსონაჟებიც არიან აქვე. მაგრამ ეს არ არის ამ წიგნის მთავარი შინაარსი. მთავარი შინაარსი და მთავარი მოქმედი პირები აქ არიან ისინი, ვინც ამ ამბებს ყვება. მათ შორის დამოკიდებულებები როგორ იცვლება, როგორ მიმდინარეობს და ვითარდება ურთიერთობები მათ შორის. ინგრევა ახალი და იწყება ძველი. უნდა ითქვას, რომ როდესაც ამას მივხვდი, მაშინვე გავანებე თავი დეკამერონის კითხვას, ეს რამდენიმე ხნის წინ მოხდა და რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს იმხელა შრომაა, რომ ახლა ამისთვის არ მცალია ბევრი სხვა საქმე მოგვს გასაკეთებელი, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდები ამ საკითხს. იმიტომ რომ უაღრესად საინტერესოა დავინახოთ სამყაროს ნგრევისა და აშენების პროცესი ბოკაჩოს ამ რომანში. ამას რომანი ჰქვია, ეს არ არის კრებული. ბოლოს და ბოლოს ამასაც მივაქციოთ ყურადღება რა. არ არის მოთხრობების კრებული. აქ აღზრდის რომანია, ბილდუნგსრომან, როგორც გერმანულად ამბობენ. და მხოლოდ რამდენიმე ნიშანს მოგახსენებთ ამის და ამით დავამთავროთ საუბარი. ეს ნიშნები შემდეგია. პირველი დღე მოკლებული არის
მოთხრობის თემას. ანუ ყოველ დღეს იქ რაღაც თემას შესთავაზებს ხელმძღვანელი, არჩეული ხელმძღვანელი. მაგალითად დღეს ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ გამოიარა ადამიანმა ფათერაკები და ბოლოს მიაღწია საწადელს. დღეს ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ გადაარჩინა ადამიანი მისმა საზრიანობამ და ასე შემდეგ. პირველი დღე არის ისეთი, რომ არ არის არავითარი თემა. რატომ? იმიტომ რომ სამყარო იქმნება ქაოსიდან. ყველა იმას ლაპარაკობს, რაც უნდა. და სწორედ აქ არის ყველაზე დიდი უსამართლობა ნაჩვენები ამ მოთხრობებში. აქ არის დონ ჩიპოლეტო, რომელიც ატყუებს მღვდელს აღსარებაზე და ეს არის იცით როგორი ცოდვილი, რაღაც საშინელი ბოროტება კი არა აქ შექმნილი. აი ადამიანი, რომელიც მოკლებული არის ყოველგვარ სინდის და მას წმინდანად შერაცხავენ ტყუილის აღსარების გამო, რომელიც სიკვდილის წინ წარმოთქვა. აქვე არის ის ებრაელი, რომელიც მოიქცევა ქრისტიანობაზე, რადგან ამბობს ასეთი უზნეო ადამიანები თუ შეიკრიბა და ღმერთი მათ ეხმარება, ესე იგი ჭეშმარიტება მათ მხარეზეაო. აი ეს არის ქაოსი, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდე. და რომლის ამოხე თქვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომლისგან გათავისუფლება ხდება პირველ დღეს. შემდეგ ეს ქაოსი ნელ-ნელა იცვლება კოსმოსით. შემოდის გარკვეული წინააღმდეგობის მიმართულებები და ხაზები, რას გულისხმობ მე. აი მაგალითად ყველი შეიძლება დაიჭრას ყველანაირად, არა? მაგრამ აქაც არის გარკვეული წინააღმდეგობა, რაც ყველის ფორმის, ამიტომ ქვია მას ევროპულ ენებში ასეთი სახელი იტალიურად formaggio და fromage ფრანგულად, არა, ფორმა აქვს მას. აი ეს ფორმა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა დავჭრათ იგი. და თუ ლაპარაკია დაკლული საკონლის დაკლული ცხოველის დახარისხებაზე, აქ ამას განსაზღვრავს მისი ძვლები, ხრტილები და კუნთები, არა? იმას თუ როგორ უნდა დაიჭრას. ზუსტად აი ეს საზოგადოება როგორ უნდა იქნას განხილული, გაანალიზებული, გაკრიტიკებული იმის მიხედვით, თუ ბუნებრივად მასში წინააღმდეგობის რა მიმართულებები არსებობს. აი ინგრევა ძველი, იმიტომ რომ შავი ჭირი არ დაგიდევთ ამას, ის არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ვიღაც უყვარს, ვიღაცის ვალშია. ის ანგრევს ყველაფერს. განურჩევლად და განუკითხავად. აი ეს ინგრევა და იქმნება ახალი, იმიტომ რომ ძველი აღარ ვარგა, იმიტომ რომ ძველი უკვე ვეღარ იქნება. აი ნელ-ნელა შემოდის მთელი აი ამ შემდგომი 8 დღის, უпростоრად 7 დღის განმავლობაში აი ეს ახალი წინააღმდეგობის მიმართულებები და მე-9 დღე, ანუ პირველი დღე ქაოსი, შემდგომ მიდის. მეორიდან მერვემდე 7 დღე ამ ქაოსის ქცევა კოსმოსად და მე-9 დღე ისევ არის მოკლებული თემას, ოღონდ ეს უკვე ქაოსი აღარ არის. ეს არის თავისუფლება. დიახ, ჩვენ უკვე შეგვიძლია თავს მივცეთ უფლება, ვილაპარაკოთ ის, რაც გვსურს, ჩვენი თავი გამოვზარდეთ და ჩამოვაყალიბეთ. ეს არის ის, რასაც ადამიანები ესწრაფვიან. აი ეს არის თავისუფლება. ხანგრძლივი აღზრდის და ხანგრძლივი შრომის შემდეგ მიღებული. და მე-10 დღე არის ისევ თემა, რომელიც ასე ჟღერს მოთხრობები მათ შესახებ, ვინც თავისუფლად, ეს არსებითია, თავისუფლად
და ან დიდებულად მოექცა სასიყვარულოდ ან სხვა რამ საქმეს. ანუ გაართვა თავი უბრალოდ. გავიმეოროთ კიდევ ერთხელ მოთხრობა მათზე, ვინც თავისუფლად ან დიდებულად მოექცა სასიყვარულო ან სხვა რამ საქმეს. აი ასეთი არის დეკამერონის სტრუქტურა. წიგნისა, რომელშიც ყველაზე ნაკლებად არის ლაპარაკი იმაზე, რაც მასში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. და სულაც ერთხელ არის ნახსენები ის, რაც ამ მნიშვნელოვანში ყველაზე მეტად ღირებულია. ეს არის მისი პირველი ფრაზა. Umana cosa è avere compassione degli afflitti? ადამიანური ბუნება არის იქონიოს სასოწარკვეთილთა მიმართ თანაგრძნობა. გმადლობთ ყურადღებისათვის.